მამაო დაგლოცეთ. მადიდას მადლობა დაგოცოთ. მამაო მეორეთ მოსვლასთან დაკავშირებით რა შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მკითხავს, ვინაიდან არ იციან ესე ზეპირად და რაღაცნაირად იგონებენ რაღაცებს და ძალიან ბევრს აჯერებენ რაღაცებს. თუ შეიძლება მამაო რომ ამასთან დაკავშირებით როგორ მიხვდეს ადამიანი, როცა ატყუებენ? სახარებაში წერია რომ მეორე მოსვლის ნიშნები იქნება სიყვარულის სიყვარული განხარდებაო და იქნებიანო ურჩევიო მშობლების არპატივისევლენი და უსინდისო და უცხად ისე იგი სრული განდგომა იქნება ღვთისგან როგორც ნოეს დროს იყო და ხშირად მოყვას მაგალითი რომ ნოე ქადაგებდა 105 წელი და ხალხი დაცინავდა ასეთი მდგომარეობა იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. და როცა საქართველოში ნახავენ რომ საქართველოს გაწინდება ის მას ანიშნავს რომ ეროვნებით ქართველი გაწინდება და ამის მაგალითია 70 წელი ეროვნებით ქართველები აგრებდნენ ტაძრებს, ვიტარდნენ მოწუნეებს, ეროვნებით ქართველებმა ხარაც საბჭოთა კავშირი დაისვა და მოქმედების თავისუფლება მოგვეცა. თავიანთი გადაცემებით გამინადგურე შვილები და შვილიშვილები და ამას მაგალითად აბაგეუნებით, იმიტომ რომ როცა 8 წლის ბავშვი მეუნება თან გოგო, გოსიყვაობო, მისი დამსახურება ეროვნებით ქართველების და ამიტომ ქართულობა კი არ გადაგვაჩენს ღმერთი და ის რომ ხშირად ვამბობ, იყო კოლხეთი, იყო იბერია, 14 დამწერლობაში დამწერლობა რო არის, ან წარმატებას თუ მივაქციეთ სპორტში თუ ვაქცევთ წარმატებას და ყველაფერზე თუ მადლობას ავეთქვით ღმერთსა, იქნება დიდი შეცდომა და ის რაც ახახდება, აი სიყვარულის განხარდება მეორე მოსვლის ნიშანზე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ნიშანი იქნება და მთავარი ნიშანი იქნება სიყვარულის განხარდება და განკითხვა ის ნიშანია რომ სიყვარული არაა შენში და ხშირად მოყავს შვილის მაგალითი რომ რაცა უნდა არასწორი ყოფაქცების შვილი ყავდეს რაცა უნდა სხვა პოლიტიკური მასალების იყოს და გარგავს სიყვარულს არ გარგავს და კიდე აჟერ მოყავს მაგალითი გრიგოლ ფერაძისა რომელიც შეეძირა ეროვნებით ებრაელს და თავიდადო ებრაელისთვის და არა მართლმადიდებელისთვის აი ეს ნიშანი იმისა რომ შენ ღმერთთან ახარ იქნება სიყვარული და ნიშანი იმისა რომ ღმერთთან არ ახარ იქნება სიძულვილი ზიზღი განკითხვა და უმეტესობა განკითხვაში ვართ ესე იგი შენში არაა ღმერთი და იმიტომ რომ მოახლებულია მეორე მოსვლა ამის ნიშანია ის რაც ხდება საზოგადოებაში ურთიერთსიზრველი და ასევე როგიწერია ლოცვა მტრისათვის ესოშენ სასაცილოდ გაჩნია და ეს ნიშანია რომ შენში არაა ღმერთი შევცა შენში ღმერთი შემოვა იმას ქვია სული წმინდა მაშინ განხარდება ეს სიზრველი შენ მიხვდები იმას შეერთი სული წმინდით რომ თუ დაიჩაგრე თუ დაგარგე აფხაზეთის სამაჩაბლო თუ დაიკარგე 200 წელი დამოუკიდებლობა ეკლესიური საოცრებრივი შენ სული წმინდა შენ უნდა იცოდე ძველი ათქმა თუ არ იცი როგორც მარიამ მეკვიდას გეცოდინება რომ ებრაელები მაშინ კარგავდნენ თავისუფლებას და იყვნენ მონები როცა ივიწყებდნენ ღმერთსა ამიტომ მიზეზი ეძიე რაში ყოველთვის შენში ეძიე თქვენ და პიროვნული იყოს აი რამდენია აბორტია გაკეთებული და მე როგორც მოწყობს საკონტროლებს ამის ხისი იყო ცხოვრებაში ან თუ სიმსინება რაღაცემატება ამ დროს ყველელი ხარ და ამბობ ხისი ვარ თუ არა ვარ შენ დაიცოდე რომ რაც ხდება დედამიწაზე პიროვნულად იქნება თუ ქვეყანაზე იქნება ხდება ცოდვებისა გამო ამიტომ მოთმ მოქცე სინანული და ეს სინანული განხარდება და ჩვენზე მათქანია ქართველებზე რომ საქართველოში ესე იგი საქართველოს გაწინდება ახლა იმას ანიშნავს რომ მარტო ეროვნებით ქართველები გაწინდება ესა ამტრის უინები ესა ტყუილი ესა სიცრუე ხშირად მოყვას მაგალითი მეფემბერიანისა აბოთვილელისა შუშანიკისა და ძალიან ბევრი ან თქვენ და 13 ასული მაები არ იყვნენ ქართველები ესა ბროდისგან შემოგდებული რომ ესე იგი თუ ქართველი ხარ გადარჩები ესა ტყუილი და სიცრუე
გადარჩების ადამიანი გადარჩება სინანულით და ეს რო საქართველოს ნათქვამია გაფრთხილდება აქ მეტი ადამიანი იქნება მოწუნები და სხვა ქვეყანაში პროცენტულად ეს იგულისხმება. ეხლა მადლობა. მამო, თუ შეიძლება, უნდა გვეში მოდეს თუ არა მეორეთ მოსვლის რა. ახლა არის ახლა მაგალითები რომ თვითონ წმინდანებსაც კი გარდაცვალების ეშინოთ ახლა მე ხომ მოძღვარი ვარ. დიახ. მე წმინდანი არა ვარ, მაგრამ აი მე ერთხელ კუჭი გამისკდა. და მე ვთხოვდი რომ ცოტა ხან დამტოვე მეთქი, იმიტომ რომ მე შინოდა მაინც, იმიტომ რომ მე მარტო ჩემ დამზე კი არ ვაგებ პასუხს, არა ნუროს მოძღვარი აი რაც ლაპარაკო, რა უჩიე, როგორ ვატარებდი ყველაფერს მომეთხოვება პასუხი. და უნდა ისი მეშინია მე არა სასწაული არის ჯერ ის თქვა მეუეთ მოსვის შემდეგ არ იქნება ის რაც დედამიწაზე არის წოდისობაში ტყუილი ძალიან გავრცელებული ქართველებს შორისაც ერთმანეთში და მეუეთ მოსვის იმიტომ მეშინია მე როგორც მოწონეს რომ არ ვიცი გამართები თუ არა მაგრამ მარსინდება რა რომ აბაზაკი გადარჩა და ამის იმედი მაქვს რომ გადარჩები ქრისტეს მე და სინანულით და ღმერთმა მოგწესეს სინანულის ნობა. კარგად ხაროთ ღმერთმა. მადლობა. ესაა